საღამო მშვიდობისა, გახდა 10 საათი და ეს იმას ნიშნავს, რომ დადგა ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა ინფორმატორის საეთერო დრო სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში. მე ვარ ლუკა და როგორც ყოველთვის გაგაცნობთ საინტერესო სიახლეებს ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესიდან. სულ ცოტა დრო რჩება რიოს კარნავალამდე. კლუბ ნუანუაში 1, 2 და 3 მარტს, როგორც ისეთ გეპატიჟებით ყველაზე მხიარულ და გასართობ საღამოებზე, სადაც მოისმენთ ბრაზილიურ მუსიკას, გაერთობით ცეცხლოვანი ცეკვებით და რა თქმა უნდა ჩაებმებით ცნობილ ბრაზილიურ კარნავალში, რომელიც ასევე 1 მარტს იწყება თავის სამშობლოში. იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად მოეწყოს, კლუბში აქტიური მზადება მიმდინარეობს. აქ იქნება ნიღბები, ფერადი აქსესუარები და მრავალი საინტერესო რამ, რაც თავს ნამდვილ კარნავალზე გაგრძნობინებთ. ახლა კი ნახოთ, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. ჩვენთან ღამის კლუბის ნუანუაში იქნება, რა თქმა უნდა, განსხვავებული სასმელები ბარს რაც შეეხება და შევეცდებით, რომ იყოს ისეთი კოქტეილი, რომელიც შეეფერება იმ ბრაზილურ საღამოს. რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც განსხვავებულია და ეს იქნება ნუანუას საიდუმლო ჯერჯერობით. მოგზანდით და იგენეთ. რიცხვები 1, 2, 3 ჩატარდება დისკოტეკა, კონცერტის მერე, ლაივის მერე. ეს იქნება სუფთა ბრაზილიური მუსიკა, არეული, ესე ვთქვათ, გამიქსული თანამედროვე საცეკვაო სტილებში, მაგალითად როგორც არის ტრაიბლი, დაბი, რაღაც აფრო პერკუსიებით, არეული ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს მიეცემა ისეთი ძალიან მგრადი სადისკოტეკო ხასიათი. მერაბ სანოძე იქნება, მაგას ექნება ცოცხალი შესრულება პერკუსიებზე, ანუ ბონგოებზე და იქნება ნელ-ნელა გადასვლა ცოცხალი მუსიკიდან გადასვლა იქნება დისკოტეკაზე. ნახეთ რომ დაძრებოდა ლამაზადები გილენდები ყოველთვის ძალიან ლამაზი რაღაცები იქნება. როგორც იცით, აჭარა Music Hall-ში 5 მარტს ჯგუფი დიფაზ მონაწილეობას მიიღებს მარიკა თხელიძის private party-ში. მარიკა სერიოზულად ემზადება ამ დღისთვის და მის ჩაცმულობაზე ბაკურ ბაკურაძე იზრუნებს. ნახე. აქ ჩავჭრით და აკეთებთ რა. ოღონდ იცი რა, ეს ამოტრიალდეს. ანდა არც არის საჭო. ესევე პირდაპირ ამოყრა. ხაკი უნდა ამოქონდეს, ანუ ეს 5 მარტის კონცერტთან დაკავშირებით ხდება ესეთი რამე, გარდა იმისა, რომ დადება კონცერტი და ბავშვს უნდა ახალი ტანსაცმელი. აბსოლუტურად ახალი იმიჯით იქნება მარიკა დღეიდან ქართველი თუ უცხოელი მსმენელის წინაშე წარმდგარი. ანუ ახალ ფაზაში ხდები გაიზარდა, უკვე თინეიჯერია, უკვე სხვანაირ სიმღერებს აპირებს რო ჩაწეროს და უკვე ამერიკაში მიდის, უკვე სხვა რამეები უნდა ეცვას და აი ამ კოსტიუმით გვინდა გაუსვათ ხაზი, რომ მარიკას ექნება აბსოლუტურად ახალი იმიჯი. ნერვიულობით არ ნერვიულობ და არ უხელა. პირიქით, ჩემი ერთ-ერთი საყვარლესი ჯგუფი ჩამოდის დეფაზი, ჩემთან სტუმრად private party-ზე. ეს ჩატარდება აჭარა Music Hall-ში და როგორც უკვე ბაკური მაგნიშნა, ახალ კოსტიუმს მიკერავს ბაკური. ეს დარჩა. იგია და ის სანახავია ნაიმდი და ფანტაზია ამოსახები. სიმღერებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ფიქრობ, რომ მე არ ვიმღერებ, უბრალოდ ისინი იმღერებენ და თუ მათი თხოვნა წამოა, და თუ მათი თხოვნა იქნება, რომ მე ვიმღერო რამოდენიმე სიმღერა დიდი სიემოვნებით. თეატრალურ სარდაფში პრემიერა შედგა. რეჟისორმა ანდრო ენუკიძემ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად სპექტაკლი კარლო წარმოგვიდგინა. ეს კიდე ბაბუ! თვალის ექიმია! პაცორა, ყოფილი სპორტსმენი, ფრიადოსა. გამარჯობა, სასიამოვნოა მოგზავნე. გამარჯობა! სკინა დირექტი? როგორი მონდომებით ეწე? მადიკა ცეკით. ამისთანაც რას ეწევს? მორჩი ბაბუ! გაიგე, მექსონო. უკაცრავად, მაგრამ
იმ კარგომ ამისთან რა დააშავა. ჩვენ დედამიწაზე სათნოების გამეფებაზე თხენია და ფიქს მიცემული ადამიანები მაპატიეთ ერთი წუთი. რაჭველი ბრალი ჩარვაიცეთი არაკალა! რაჭველი ბრალი ჩარვაიცეთი! გამაგებინეთ, ხალხო, რადგან ჩემი საწინააღმდეგო? გამაგებინეთ! ჩვენ პიესაში, ჩვენ სპექტაკლში კარლო არის სვერპლი და ჩვენ შვილიშვილები, ანუ ვართ ესე სამი, ცოტა კეთილი, ერთი სანდრო, მე ვარ ცოტა ისეთი ისტერიკული, რაღაც ისტერიული და ცოტა მოძველ ბიჭო და კახარი ცოტა ისეთი ინტელექტუალური. ეს უკვე ბოზლას. ვინ? თუ არა შენ არ აძლევდი საბრალო მოხუც საქმეს. კარი რა. ესა ჩემი აზრით აბსურდია, ნუ ეს გასაგებია, მაგრამ იცი რაზეა, რომ ინტელიგენტი, სუფთა ადამიანი როგორ გახდა მკვლელობის თანამონაწილე, შესაბამისად მოწმე, ასე ვთქვათ, და მკვლელი. იცით რა, მე მგონი ეს აბსოლუტურად არ არის აბსურდისტული პიესა. ყოველ შემთხვევაში დღეს ისეთი დრო დადგა საქართველოში, როცა ყველაფერი რაც ადრე მიგვაჩნდა აბსურდად, სამწუხაროდ ლოგიკური გახდა. შეიძლება ესეთი ბრტყელი ფრაზა ვთქვათ, რომ ყოფა აბსურდული. არა, მაგიტო არა. საერთოდ მეჩვენება რომ მართლა კარლოები ბევრი არიან რა. სხვა შორის სლავომირ მროჟეკმა ეს პიესა დაწერა იმ დროს, როდესაც კარლოში პროსტორეთ ბაბუა და შვილიშვილებში გულისხმობდა კგბ-ს, სუგს, ბატონო, გულისხმობდა რაღაც აი იმ შავნელ ძალებს, რომელიც საბჭოთა კავშირის ბობოქრობის დროს ტოტალიტარულ რეჟიმს ახასიათებდა. კლუბ სარდაფში ტრადიციული ხუთშაბათობა მოეწყო. ამჯერად კლუბმა მწერალ ირაკლი ჯავახაძეს უმასპინძლა. ნომინაციაში და დაიმსახურა საუკეთესო პროზაული ჩვეულებრივი ხუთშაბათობაა და ზალიკოს მიყავს ხუთშაბათობები ამ ბოლო დროს სამანდაშვილს და ზალიკომ დამითახმა იმ პირობით რომ მე ვილაპარაკებ შენ დაჯექი და იყავიოდო. პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს და სახში რაღაცებს წერდა და ისე რომ თუ კი შეიკრიბა რამდენი მოთხრობა ალბათ ახალ წელს გავაკეთებ. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პროზაა, ირაკლის პროზა. ძალიან საინტერესო სახეები აქვს და არის დიდაქტიკისგან თავისუფალი. ჩემი აზრით ეს დიდაქტიკა ხშირად იყო ჩვენი პროზის სცენი და ეს ირაკლის პროზა არის ლაღი და ამისგან აბსოლუტურად თავისუფალი და ძალიან ცოცხალი და ნამდვილი. კარგია, ლიტერატურას თუ მეტი ყურადღება მიექცევა ხალხს საინტერესოს, ეს კარგია. ხდება ხოლმე სარდაფში ესეთი რაღაცები, და ამას აუცილებლად უწევთ ყოველთვის ანგარიში და ძალიან უნდათ ირაკლისთან შეხვედრა. და ძლივს დავიყოლია სხვათა შორის ამაზე, იმიტომ რომ არ უყვარს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. თქვენს დარწმუნდით, მე მგონი რომ სიტყვა უხობით ნამდვილად არ გამოირჩევა. ეს წიგნი ეს აი რომლის შესახებაც დღეს იქნება საუბარი 2002 წელს გამოვიდა წიგნის საერთაშორისო ბაზრობისთვის და დაიმსახურა ამ წიგნის საერთაშორისო ბაზრობის პრემია, როგორც საუკეთესო კრებულმა. ნაწილებში ბევრი რამ ხიბლავს და ერთ-ერთი საკმარად ავსებს. რომ რაღაცა მომრავლეს მომენტებში აი ზღვარი შეიძლება და მე არ ვიცი. აი საიდან აქ ირაკლის ეს ინფორმაცია, ეს ცოდნა მიღებული